შეკითხვა, რომელიც ალბათ ბევრს გაუჩნდა, მდგომარეობის შემდეგში მამუკა მდინარაძე ჩამოაქვეითეს თუ დააწინაურეს. ეხლა აი ამ ბრიფინგს შემოგთავაზებთ და მე უკვე ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს. მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავად შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შეასრულებას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყოფ. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანა რეგიონული პოლიტიკის გაძლიერება. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელი იქნება რეგიონებში მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ მისიის განსაკუთრებული დატვირთვიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და ის შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი ბატონი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მადლობა მინდა გადავუხადო კახა გულედანს მინისტრის პოზიციაზე გაწეული უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის. ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება კანონის მიღებას საჭიროებს, ამ თანამდებობის შექმნამდე სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება. მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძის უსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოს ყველაზე უკეთ შეუძლია. მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ასე ვთქვათ პორტფელს ჩაიბარებს. რა თქვა თვითონ მამუკა მდინარაძემ, ესეც შეგვიძლია მოვისმინოთ, მან თქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორი თავაწეურიც ტოვებს იმ თანამდებობას, რომელიც აქამდე იკავა, ასეთივე თავაწეული იღებს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც ახლა ის დგას და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლა მას ეკისრება. პატივია ერთი მხრივ, მეორე მხრივ გამოწვევა ძალიან დიდი. მე მინდა მადლობა გადაუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო. რეგიონები დღეს ჩვენთვის ბევრი გვისაუბრია ამაზე, არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, საზოგადოებასთან, ჩვენ გუნდშიც, პრემიერთან, სხვა მინისტრებთან არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას არ ქვენ ამიტომ, არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ პასუხისმგებლობა ძალიან დიდი გამოწვევასთან ერთად ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ, შევასრულოთ, მართვა იყოს ეფექტიანი, რაც შეიძლება და ამ გამოწვევის გამკარებასთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მე შევეცდები მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმაროთ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ, ასე გამომივა და ჩვენი გუნდის ლიდერების ნდობით ამას ყველაფერს შევძლებთ და შევასრულებთ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს უსურვებ ყველას. მადლობა კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, იქ მუშაობენ გმირები, იქ მუშაობენ ადამიანები, რომელიც დღე და ღამეს ათენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ემსახურონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში და აღშენებლობაში. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა და ჩემს ახალ თანამშრომლებს თუ ახალ გამოწვევაში თანამებრძოლებს პირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებთ და უღალავად. ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენ ასევე იცით, რომ კულტურის მინისტრმაც დატოვა თანამდებობა და ამაზე ვისაუბრებთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დაწინაურებას თუ ჩამოქვეითებას? ნუ ეხლა საერთოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოში პრაქტიკულად პრემიერ-მინისტრის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა. ყველაზე დიდი გავლენის მქონე თანამდებობაა პრაქტიკულად. ხო, ამიტომ სუსის უფროსიდან რეგიონალური განვითარების სამინისტროში გადაინაცვლა ეხლა, ხო, ჯერ. ეგ რა თქმა უნდა
დაწინაურება ნამდვილად არ არის დაწინაურება, რა თქმა უნდა, იმიტომ ფაქტია, რომ არ არის დაწინაურება, მაგრამ ზოგადად ეგეთი შეკითხვები რო ჩდება, ეგ ძალიან ლოგიკურია, საერთოდ ქართული ოცნების პირობებში ძნელია თლად კარგად ადამიანმა გაიგოს, ვინ წინაურდება, ვინ ქვეითდება, საერთოდ წინ რა არის, უკან რა არის და საერთოდ ეს ვექტორები ფორმალობა ხდება, რომ სინამდვილეში ჩვენ ახლა უბრალოდ ვჯელობთ რეალური შინაარსით და ეგ ლოგიკურია. ანუ სინამდვილეში ქართული ოცნების პირობებში სრულიად ლოგიკურია ისეთი შეკითხვების დასმა, რომ აი კონკრეტული თანამდებობა მართლა სინამდვილეში რა თანამდებობას ნიშნავს და სინამდვილეში ესა თუ ის თანამდებობა იერარქიაში როგორ სტატუსს იკავებს, ხო? ეგ სრულიად ლოგიკურია და ეხლა რეალობა ის არის, რომ საქართველოში თვითონ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა თანამდებობა დიდი ეხლა როგორი შინაარსიც წესით უნდა ეჭიროს, ეგეთი არც ერთს არ არის. ხო, ეხლა სინამდვილეში მაინც რაღაც დანიშნული თანამდებობებია, რომლებსაც როცა მოუნდებათ, უცბად გადააყენებენ ხოლმე და ჩვენ გვინახავს პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ყველაზე პოპულარული და ყველაზე ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებაში რეიტინგულები იყვნენ და ეგეთებიც ისე ერთი ხელის მოსმით გადააყენეს და საერთოდ ციხეში ჩასვეს, რომ ეგ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ხოლმე. ჩვენ გვინახავს ასევე ისეთი პრემიერ-მინისტრები, რომლებიც არც გვახსოვს. ხო, ან ვინ იყვნენ, საიდან მოვიდნენ, საოცრად მიდიან და მოდიან. ხო, არ გვახსოვს. შეიძლება ხა ადამიანი იკავებდე პრემიერ-მინისტრს რამხელა თანამდებობაა და მიდიხარ და რაღაც პერიოდის მერე შეიძლება ქუჩაში შეხვდეს და რაღაც სახეზე გეცნობა, მაგრამ ვინ არის ვერ. ეგეთი პრემიერ-მინისტრები ყავდა, ხო? ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა და ამიტომ საქართველოში ზოგადად თანამდებობები თლათ ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც წესით არის ხოლმე სხვა ქვეყნებში, ეგრე არ არის და მაგრამ რო გამოვყოთ, ხო ესე, ეხლა თავისთავად ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა იმის მიუხედავად რამდენად უმნიშვნელოც არ უნდა იყოს რეალობაში, მაინც მთავრობის თანამდებობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერ-მინისტრია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა. ეგ არის სუსის უფროსი, ვინც არის, ხო? ამიტომ ეხლა ეს მოცემულობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა უნდა გვესმოდეს ქართულ ოცნებაში. ზოგადად მაღალ თანამდებობას დიდი ხანი ადამიანები არ იკავებენ. თითქოს აი მე როგორი შტაბისტილება მრჩება ირაკლიცი, აი თითქოს აქაც ვიღაცა, ვინც რეალურად მართავს ამ ყველაფერს, თითქოს მისი სტრატეგია არის შიგნითაც აი როგორც საზოგადოების მიმართ რა მიდგომაც არის, რომ გათიშონ საზოგადოება, თითქოს იქაც არის დიდხანს გაჩერება, იმიტომ არ უნდა დაუშვას, რომ იმის ეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც ავტორიტეტი არ შეიძინოს. და ზედმეტი გავლენები არ მოხდეს. არ გაიდგას, რაღაცა კლანი არ შექმნას და ამის ნიშნებიც იყო ქართული ოცნების სხვა მთავრობაში, ხო? რომლებიც გადააყენეს. ვიღაცებმა ზედმეტად ბევრი ფული დაშოვეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თითქოს ვიღაცას ეშინია, რომ ერთ ადგილას ვიღაცა დიდხანს რო გააჩეროს, ის მერე შესაძლოა პრობლემა გახდეს. ეგ არის სრულიად ლოგიკური შიში, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში ადამიანი რო თანამდებობაზეა, ნებისმიერი თანამდებობაზე ყოფი ადამიანი, ისა თანამდებობაზე რატოა? ის ხო ქართული ოცნებაში ზოგადად ადამიანი რატოა? იმისთვის რომ ფული იშოვოს და რაღაცა გავლენები იშოვოს. ანუ ერთი ის რომ რაღაც ძალაუფლებასთან ახლოს იყოს, რაღაც მაღალი თანამდებობა ქონდეს და ფული ქონდეს და გავლენები ქონდეს, ხო? мотивация მათი ეს არის. და როცა თანამდებობაზე დიდი ხანი რაღაც ფიგურები არიან და დიდი ხანი ინარჩუნებენ თანამდებობებს, ეს მე რაღაც კლანები ჩდება იქ შიგნით უკვე სტრუქტურა, ეს სამთავრობო სტრუქტურა. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ზოგიერთმა ოცნებიდან წასვლის მერე დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად ფორმირებას გახარია და ვერ ვიტყვი რომ არ გამოუვიდა ასე თუ ისე შედგა ხო როგორც პარტია. კი, თუმცა ეხლა გახარია ქვეყანა გაქცეულია, ხო? ამიტომ ეგ მოცემულობა არის ასეთი, რომ ქართული ოცნება არის
ასეთი სტრუქტურა, რომელშიც ძირითადად ახლა თანამდებობას იკავებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირდაპირ ხალხის არჩეული არ არის, აი დასმულია კონკრეტული ფინანსური ჯგუფების მიერ არის დასმული და შემდეგ იმათი გამოცვლა ხდება და როტაცია ხდება იმისთვის, რომ დიდი ხანი რო გაჩერდნენ ერთადღე შეიძლება იმ პოზიციით რაღაც გავლენები და ძალაუფლება მოიპოვოს, რაც სახეზე იყო მაგალითად ღარიბაშვილის პირობებში. ხო, ღარიბაშვილი პოპულარულ პრემიერ-მინისტრად ითვლებოდა. ხო და ამიტომ ქართული ოცნება ზოგადად როგორი სტრუქტურა ეს საქართველოში ყველას უნდა ესმოდეს. ზოგი თან ამას როგორ აყენებს ამ მოვლენებს, როცა ხედავს ადამიანები ზოგს, ეს პოზიტიური მოვლენად ეჩვენება, რომ აი ბიძინა ივანიშვილი რა ჭკვიანია, რომ გამოცვალა ხალხი, ჭკვიანი საერთოდ, ხო? ეხლა არსებობს სხვადასხვანაირი ამოცანები, ხო? არსებობს საერთო ქვეყნის ამოცანების გადაჭრა და არსებობს პირადი ინტერესების გადაჭრა. ხო, ეხლა თავისი პირადი ინტერესებისთვის, რა თქმა უნდა, ეგრე მაგას აკეთებს და რა თქმა უნდა, მეტი რო გავლენა არავის არ გვქონდეს, სხვა გავლენის ჯგუფი რო არავინ არ შეიქმნას, მაგას აკეთებს, ხო? ხო და ამიტომ ეხლაც ქართული ოცნების აი ეს სტრუქტურა კარგად უნდა ესმოდეს ხალხს, აი როგორ არის მოწყობილი ეს ქვეყანა, ამ სისტემა რანაირად მუშაობს და შესაბამისად რამდენად პატარა გადაწყვეტილების წილი აქვს და წვლილი აქვს ჩვეულებრივ მოსახლეობას ამ ყველაფერში. ანუ მოსახლეობა თანამდებობაზე ვინ იქნება, ზოგადად აი ქვეყნის მართველ რგოლში ვინ იქნება, მაგას ჯერ ვერ წყვეტს. ხო, ჯერ მაგ გადაწყვეტილების მიღებაში არავინ არ აღებინებს მონაწილეობას. ხო და ამიტომ ძალიან სწორი საკითხის დაყენება არის ეგ რომ აი ქართულ ოცნებაში საერთოდ ესა თუ ის თანამდებობა რეალურად რას ნიშნავს და რეალურად რა ძალაუფლების მატარებელია, ეგ არის მართლა ისეთი საკითხი, რომელიც აი ჩვეულებრივი ადამიანები როცა რაღაც თანამდებობის იმას პოზიციებს ტელევიზორით ისმენენ, ხო, და რანაირი შთაბეჭდილებაც ექმნებათ, რეალობასთან ძალიანაც აცდენილია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალობაში ფაქტია სახეზეა, რომ მაგალითად თანამდებობის პირი უნდა იყოს უზარმაზარი მოსახლეობის ნდობით უნდა სარგებლობდეს. ხო, ანუ თანამდებობის პირი ეგ არის ისეთი მოვლენა, რომ აი მოსახლეობის მხრიდან უზარმაზარი ლეგიტიმაცია უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ქვეყანას როცა მართავ, რა თქმა უნდა გქონდეს ლეგიტიმაცია. მაგრამ საქართველოს არის ისეთი მოცემულობა, რომ ეხლა აი ხვალ შესაძლებელია რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენონ და ისეთი ადამიანი დააყენონ, რომ არც ვიცნობთ. არავინ არ იცის ვინ არის, პირველად ხედავთ და დააყენებენ. აი ეგეთი ქვეყანა. ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს უცნობი. უცნობია, ხო, არა, ეხლა რა თქმა უნდა ვაზრია. სადღაც რომელიღაცა უცხება. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ფლათ ისე კი არ არის, ქუჩიდან კი არ მოყავთ, მაგრამ მე ვიძახი მოსახლეობის არჩეული და მოსახლეობაში ლეგიტიმაციის მქონე ადამიანი რომ არ იქნება. აი ეგეთი შეუძლიათ რომ დაუნდი კონდეს და თავის გაიყვალა და მიიღო. ეგეთი შეუძლიათ რომ დააყენონ და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია რანაირი ტიპის ქვეყანაში ცხოვრობთ. ეგ არის ჩვენ საერთოდ ქვეყანას ხო რაღაცა შეფასებას უკეთებთ. ეხლა რა თქმა უნდა დემოკრატიული ქვეყნები როგორც აი დასავლეთი როგორც თავი მოაქვს, ეგეთი ქვეყნები აი როგორც პროპაგანდაში როგორც არის დახატული, ეგეთი ქვეყნები ეს რეალობაში არ არსებობენ და რა თქმა უნდა ყველგან არის რაღაცა ტიპის მაქინაციები, მაგრამ ისეთი ყველაფერს აქვს დონე. ანუ ყველაფერში არის რაღაცა გრადაცია, ხო, არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც აი პირდაპირ ვისაც უნდა ისე დანიშნავენ, აი არავინ რო არ იცნობს ეგეთ ადამიანს დანიშნავენ და რო გადააყენებენ მე პრემიერ-მინისტრები და მართლაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ქუჩაში რო შეხვდეს ვიღაცა ვერ იცნობს. ხო, ეგეთი მოცემულობა საქართველოში და ეხა
რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესი არის ის, რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც მათ შეუძლია, იმ მოსახლეობას რაც შეუძლია, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. იმიტომ რომ ეს მდგომარეობა პირველ რიგში, ეგ რის ხარჯზე მიიღწევა, ეს მდგომარეობა მიიღწევა ჩვეულებრივი მოსახლეობის ინტერესების შეკვეცით, ხო? ეგ ყოველთვის ეგრეა. საერთოდ ვიღაც ადამიანები, როცა თავის ინტერესებს ატარებენ, და აი მაგალითად ბევრ ფულს შოულობენ, თუ დიდი ძალაუფლება აქვს, ამას როგორ აკეთებენ? ვინც მაგას აკეთებს, სხვა ადამიანები ვეღარ შოულობენ, ესე იგი ფულს და იმათ მოაკლდათ ძალაუფლება და ფული და მაგიტო იშოვეს ამათმა ფული, ხო? ეგ ეგრე მუშაობს, ახლა ყველაფერი ფიზიკის კანონებს ემორჩილება და საქართველოში რეალური პრობლემა ეგ არის, იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ეს საკმაოდ გაჭირვებული ქვეყანაა, არ არსებობს ისეთი სფერო, რომელშიც ადამიანმა რეალურად ფული შეუძლია იშოვოს, აი რეალური წარმატება შეუძლია მიაღწიოს. ეგეთი სფერო არ არსებობს საქართველოში. თუ კი რამე არსებობს, ყველაფერი მთავრობას ადამიანებს აქვთ მეტნაკლებად აი ამოსუნთქვის საშუალება, ეგრევე მოვაჯდებიან. აი მაგალითად ავტომობილების რეექსპორტის თემა იყო და კიდევ ბევრი რაღაცა ისე თუ არსებობს, სადაც რაღაცა პატარა სუნთქვის საშუალება აქვთ ადამიანებს, მაშინათვე რაღაცა ისეთი რეგულაციები შემოდის, რომ ის სფერო კვდება. კი, უბრალოდ აი მნიშვნელოვანი რა არის, საერთოდ არსებობს ისეთი დარგები, რომლებიც საჭიროებს მაღალ ადამიანის მაღალ კომპეტენციას, ხო? ეგეთი დარგები არსებობს და როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ეგ არის, როცა ადამიანისგან დიდ კომპეტენციას, მაღალ კომპეტენციის ხარისხს მოითხოვს, ხო? და ეგეთი სფერო რაც არის საქართველოში, ის არის წარუმატებელი. ეგეთი მაღალი კომპეტენციის სფერო რაც არის, აი ადამიანმა რომ ძალიან კარგად იცის რაღაცა სფერო და იმ სფეროში არის ძალიან მცოდნე და შესაბამისად საჭირო კაცია ქვეყნისთვის, ხო? ეგეთი სფეროში ადამიანმა წარმატებას რომ მიაღწიოს და ასე ვთქვათ, იცხოვროს ასეთი სფეროთი, ეს ყველაფერი უკავშირდება ხელისუფლებას და მთავრობას უკავშირდება, მთავრობის ბიუჯეტს უკავშირდება, სხვა სიტყვებით რო ვთქვა და ეს მთავრობის ბიუჯეტს რო უკავშირდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნით ხდება, ხო, მაგის განსაზღვრა, ანუ რა თქმა უნდა, კომპეტენციას ნაკლებად ექცევა ყურადღება და უფრო ვინ ლოიალურია და ვინ ვისკენ არის, მაგას ექცევა ყურადღება და შესაბამისად ეს რა თქმა უნდა ქვეყანაზეც აისახება, როცა კომპეტენციას არ ექცევა ყურადღება და უფრო რაღაცა კლანური მიდგომა, ეგ რა თქმა უნდა ქვეყანაზე აისახება.